რა მოხდა ფოთის ტაძრის ეზოში და რატომ მიაყენეს სასულიერო პირებმა ჟურნალისტ შეურაცხყოფა ფოთისა და ხობის ეპარქია მომხდარი ინციდენტის მიზეზად ჟურნალისტის ქცევას ასახელებს. ეპარქიის სამდივნო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლს ჟურნალისტებმა ინტერვიუს აღებას თხოვეს. მათ მიტროპოლიტის წარმომადგენელმა თავაზიანად განუმარტა, რომ უკვე გვიანი იყო და ინტერვიუ არ შეძლებოდა. განცხადებაში ვკითხულობთ. გზად მიმავალ მღვდელმთავართან მიახლოებას ცდილობდნენ მომართული გადამღების საშუალებებით შეიარაღებული ჟურნალისტები. ერთ-ერთი მადრანი კადნიერად მიიჭრა მღვდელმთავართან და ეს იმდენად მოურიდებლად და თავხედურად რააკეთა, რომ მეუფე წარცევას საოცარი ძალისხმევით რა დარჩა. თუმცა ჟურნალისტისთვის არაფერი უთხრამს გარდა იმისა, რომ გაეტარებინათ. ამას მოყვა თვითონ ჟურნალისტის ისტერიული ქმედება, მომხდარმა დააბნია მღვდელმთავრის თანხლების საერო და სასულიერო პირები და ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სადა ჟურნალისტის გაჩერება. მას შემდეგ კი რაც ის ვერ მოახერხა, გადამღების საშუალება გადაუხდო და ამაზე თავად ძალიან წუხს ნათქვამია განცხადებაში. ეპარქიაში აცხადებენ, რომ ეს ადამიანები თავიდანვე აქტიურად იყვნენ დაპირისპირებული ეკლესიასთან ფოთის საკათედრო ტაძრის დაბრუნების იდეის გამო და ყველანაირად ცდილობდნენ ჩირქი მოეცხოთ მღვდელმთავრისთვის. შეგახსენებთ, ეს ვიდეო საინფორმაციო პორტალმა TS Press-ში 13 სექტემბერს ღამით გაავრცელა.